დაჩიცარგურია ცოცხითა ნაცემი, ამის შესახებ მან დღეს საკუთარ სასამართლო პროცესზე განაცხადა. ცოტა ხნის წინ ცარგურიას და ბექა ალადაშვილს სასამართლომ 10 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, ისინი სამართალდამცველებისადმი დაუმორჩილებლობაში დაადანაშაულეს. მოსამართლემ გადაწყვეტილება ცარგურიასა და ალადაშვილს დაუსწრებლად გამოუტანა, რადგან მათ პროტესტის ნიშნად სასამართლო დარბაზი დატოვეს. მათი ადვოკატი აცხადებს, რომ მოსამართლემ პროცესი არაობიექტურად წარმართა. შეგახსენებთ, პოლიციამ ისინი დღეს ელბაქიძის აღმართზე დააკავა. დაჩიცარგურია და ბექა ალადაშვილი გუშინ იუსტიციის სახლთან გამართულ საპროტესტო აქციაში მონაწილეობდნენ, რომლის დროსაც რამდენიმე ახალგაზრდა დააკავეს. მათ ნაწილს უკვე შეუფარდეს 40 დღიანი პატიმრობა. მათზე იყო ფიზიკური ზეწოლა. მათ არაფერი აბსოლუტურად არ დაურღვევიათ, მიდიოდნენ ელბაქიძეზე, როცა საპატრულო პოლიციის ერთ-ერთი მანქანა წინ გაუჩერეს მანქანას, როგი უკან და რამოდენიმე დაახლოებით როგორც თვითონ ამბობენ 20 პოლიციელი მივიდა გადმოათრიეს მანქანიდან, ჯერ ცემეს და ორივე მათგანს ეტყობოდა ფიზიკური დაზიანების ნიშნები, განსაკუთრებით დაჩის ეტყობოდა ეს და სხვათა შორის ის ამაზრზენი ამბავი კიდევ ერთხელ არ ვიცი დაშიმ განაცხადა, რომ როდესაც ისინი ცემეს და გადაუარეს, რასაც ქვია, მიიტანეს მერე ცოცხები მასთან და ცოცხებთან ერთად გადაუღეს სურათი. სასამართლოს ესწრებოდა 3 ცრუმორწმე, ესენი არიან პატრულის თანამშრომლები კახაბერ სოფრომაძე, გრიგოლ ჭღამაძე და ავთანდილ ჭედლიშვილი, რომლებიც ურთიერთ გამომრიცხავ ჩვენებებს იძლეოდნენ, თუმცა სასამართლომ ესეც არ მიიჩნია საკმარისად. როგორც ჩანს, მთავარი მიზანი იყო დაჩიცარგურია გამოეთიშათ ამ პროცესებიდან.